შემოთავაზებული იყო სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტიც, მთავარი ვარიანტი, რაც იყო ჭავჭავაძის გამზირის 150 მეტრიანი მონაკვეთი გამხდარიყო ცალმხრივი, ხო? ტრანსპორტის სატვირთო დღევანდელ დღეს როგორც მოძრაობს გურამიშვილის გამზირით ჩასულიყო, შესულიყო თამარ მეფის ქუჩაზე და მერე ემოძრავა ხილის თავი ჭავჭავაძეზე სადაც უნდა ჩასულიყო სტალინის გამზირზე არ შემოსულიყო. ერთი ვარიანტი ეს იყო და ანალოგიურად სატვირთო ავტომატა და დაბრუნდებოდა ისე თავისგან და წავიდოდა უკან. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი იყო ეს რომ ჩატარდა ქრონომეტრაჟი წადეს ბატონჭაჭის გადატარება, რომ მაქსიმუმ 3 კილომეტრი ვიცა სხვაობა თუ ჩვენ გურამიშვილის ქუჩას გავხდით საერთოდ სამხრეთს და მომაკვეთს. ესე იგი ჭავჭავაძიდან დაბლთა მხარეს თუ გავხდით ესე იგი სამხრეთს თამარ მეფემდე გამიგებ მაგ შემთხვევაში ესე იგი სატვირთო ავტომანქანა ჩვეულებრივ და ჩავიდოდა ჭავჭავაძიდან სტადიონს ესე რომ აკეთებდამდე აი ბაზრის წრიულს რო ეძახა ჭავჭავაძიდან ბაზრის წრიულს შეგიძლია სტადიონიდან დაბლა რომ მივდივარ აი ეს დაბლის დაბლთაში შეცვლილს კი არა საერთოდ სტადიონი ახალბაღი შემოსვლელი ესე იგი ხო სტადიონიდან თამარ მეფემდე თუ გავხდით სამხრეთს გურამიშვილის ქუჩას არა, ეხლა რატო იყო ეს განსაზღვრული რა? თუ სამეფოს ქუჩას დებოდა სამხრეთი და ამომავალი, ანუ შემოდიოდა ჭავჭავაძეზე, გურამიშვილი იქნებოდა სამხრეთი ჩამავალი და პლუს ამას რუსთაველის ქუჩა კიდე წვრილი ქუჩები არის, იმაზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა ზემოთ ამემართულებას და ქვემოთ ამემართულებაზე ციარული ორხრივი მიმართულება. ჩვენ ექსპერიმენტის რო ჩავატარეთ გურამიშვილის ქუჩა მაგ მომენტში დაგვეწყვიტა რა ეხლა ესეთი კატასტროფული სიტუაცია არ ყოფილა მაგრამ ძალიან დაიწყო აი მოსახლეობის შესაძლებლობები და ქუჩებზე რა ამელახოს ქუჩაზე დამაგრების ქუჩაზე და აი გარკვეულწილად სადღაც 12-დან პირველ საათამდე ხო სატრანსპორტის ნაკადმა როდესაც იმანა ხო პატარა შეფერხება მოხდა მოძრაობის რა და ვიფიქრეთ ესეთი სიტუაციაც რომ გამხდარიყო ეს ქუჩა ცალკე და ეს დანარჩენი ქუჩები შემომავალი ქუჩები ჭავჭავაძეზე ამოსული განკვეთა და ამოძრავებას რა მაგის გულისთვის ჩატარდა ესე ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 3 კილომეტრი მიწა სხვაობა რომ აქედან ეხლა მაგას ვამბობ ზუსტად რომ სატვირთო მანქანა რო ჩავიდოდა თქვა ეს ხიდის თავისკენ უკან ხომ და დაბრუნებული ხომ მართალი გურამიშვილს თუ ხდით სამხრეთს ეგ გურამიშვილზე ვეღარ ამოვიდა ხო შემოვლა გაგვეკეთებია გურამიშვილი დამოსულიყო აი 7 ნომრის მაღაზია ისედან შემოსულიყო და ჩვეულებრივად სადაც უნდა მე იქ წამოვიდოდა ცხინვალის გაკეთილი თან 21 მაისის სანაპიროთი სადაც უნდა იქ წასულიყო რა ეს მეორე ვარიანტი იყო და მესამე ვარიანტი იყო ესეთი სიტუაცია წერა რომ გესაუბრებოდით საერთოდ დავტოვოთ ეგ ქუჩები ეგრე როგორც არის ეს გარკვეულწილად სერიოზულ ხარჯებსაც მოხსნის და მინდოდა ესეთი რაღაცა რომ ბოლო ვარიანტი ახლა ჩვენ წერილს გამოვაგზავნოთ მერიაში გამორჩა ეს ფაქტი ზუსტად არ მახსოვს გამორჩენილია თუ არა და დღეს გავაკეთდა დამატებით გამოვაგზავნოთ წერილს ესეთი წინადადება გქონდა რომ წერეთლის ქუჩიდან ქართლის ქუჩამდე აი წვანე მაღაზიას ვეძახიან და ეს მართალია ეგ გამოიწევს ამ მოძრაობის და არის მათ საშუალებები რომ გაჩერდნენ რა ჯიბესავოთ რა თვითონ წერეთლის ქუჩაზე და რაღაცა მან საერთოდ აიგრძელოს გაჩერება ყველანაირი ტრანსპორტის გარდა საზოგადოებრივისა აი მარშრუტებს და ავტობუსებს რო ეძახიან მაგის აკრძალვა ავტომატურად გამოიწვევს ამ ჭავჭავაძის ქუჩის მთლიანად შემსრულებას მარტო ამ მონაკვეთში მაგაზიის პირდაპირ და რატო ახლა ბატონო დიახ სანამ ავერსის აფთიაქს არის სანამ დიახ და რატომ ახლა სერვისის კუთხიდან ავერსის აფთიაქს დიახ ასიმეტრია და რატომ ახლა არის რა წერეთლიდან ჩამომავალი მანქანა ხო ჭავჭავაძიდან მომავალი მანქანა
და ქართლის ქუჩიდან ჩამომავალი მანქანა ყველა თავს იხრის მაგს პატარა ადგილას, სადაც გზა უძრაობია. მაგრამ გასulis უნარიანობა არის ძალიან მცირე. პლუს ამას იქ არის სავაჭრო ობიექტები და სავაჭრო ობიექტებიდან ახლა სადგომს სულ ხო არ აგზავნა ყველაფერს, ხო სადღაც სადგომი უნდა დაუტოვო. სადგომიდან გამოსასვლელზე მანქანა როგორც იქ იწყებს გამოსვლას, ეს სამი მიმართულებიდან მისული მანქანები ყველა კეთავს მოძრაობას. მარტო ეს და მაგამდე მივიდივარ, ზუსტად ეხლა ვიგახსენებთ, ამიტომ ცოტა გამიგრძელდა მაგალითად ის მოშლები, რომ ძალიან მაგარი მოდივარ. ძველად ხომ პირდაპირ ფეთარავები. აი პირდაპირ ფეთარავების მოდიცია, თქვა აქედან ჩავდივარ, ბევრი მაგარი ვაჭარი გაუქმდა და პირდაპირ შემოვიდა და გამოდიოდა ჩაჭავაზე. ეს ხო მაგარი ისე ხალხი ზუსტად გაკეთარა. მან უარ მოდოთ პირაში ერთი ხუთი შეჯახება მან. ჩვენ მაგის იქიდან მომავალი არავინ არავის არ უწევდა ერთმანეთს და სულ იყო შეჯახებები ხოლმე რა. რაც შეეხება ქართლის ქუჩას. ეს თუ აიგრძელება ეს მონაკვეთზე გაჩერება ქართლის და ანალოგიურად წერეთლის ქუჩაზე გაკეთდება აქედან შესვლა ზედა მიმართულებით რაც აი ერთად გავლილი გვაქვს ძალიან გოჩიგვიდგას ბატონიაჩილის და ბატონთა სამსახური და ასე და არქიტექტურაც და მიგეთ თუ გაკეთდება ამ ქართლის ქუჩაზე ჩვენ თუ გავაკეთებთ მარტო შესვლას და მიგეთ აი შევიდა ჭავჭავაძიდან მე იქ არის პატარა ქუჩები გამსვლელი ერთმანეთში და იქიდან შევიდეს ყველა მანქანა მაგრამ უკან გამოსვლისას სამი წლის საგზაო ნიშანის დამატება უნდა მე არაფერი არ უნდა და ყველა გავიდეს გურამიშვილზე ოღონდ ეს ქუჩას კლიანად უნდა მოწესრიგდეს იქ არის დახრები გამოტანილი რამის საგზაო ნაწილზე დააყენა და პლუს ამას კიდე მახური პუნქტით არის ყველა მანქანები გაჩერდა გურამიშვილზე არა ქართლის ქუჩაზე და მან კარგი იქნება კიდე სათვალებელი იქნება ჩვენი მხრიდან მაგრამ პრობლემა არ არის რომ მოქალაქეები მივაჩვიოთ პარალელურ დგომას ანუ მათ უნდა მოწესრიგდეს პირველ რიგში პარკირების სიტუაცია გარევაჭრობის სიტუაცია და საგზაო ნიშნები ეგრე მაგის მოწესრიგება პრობლემას არ წარმოადგენს თუ იქნება საგზაო ნიშნები განთავსებული ჩათვალოთ რომ მეორე დღიდან მაგი დაიწყებს პირველ რიგში თუ არის საშუალება რომ რამენაირად აი მომჭარბობის ტერიტორია კეთილ მოეწოს რა ეგ არის რატომ იცი და აგისით ახლა რა სიტუაცია ბევრი ძალისხმევა გამჭირდა ბაზრის სიტუაციის აგზავნაზე და რაღაცებს ზოგადად ამჟამად ეს ბაზარი ისე ფუნქციონირებს ეგ ბაზარი რამენაირად იქნებს სადმე გადავიტანოთ გურამიშვილზე რაც არის რადგან თავისუფლებაც ესეთი